გემშვიდობის აღველას, ვილი და გულითადი მოგითხოვთ საქართველოს, ვინც ვარშავაში იმყოფებით მეგობრებო კიდე. მშვიდობიანი და ხეირიანი დღე გქონოდეთ. გამოვეთ მეგობრებო სამუშაოდ და მინდა მეგობრებო სანამ რაღაც თემებზე ვილაპარაკებდეთ, ნამდე შეგახსენებთ და გეტყვით იმას, რომ ჩემი მხარდამჭერი არის სანდო პარტნიორი, არის მოგეხსენებათ ტაქსის და მიტანის სერვისის კომპანია, ქართველებით დაკომპლექტებული ჯგუფი არის, ქართველები არიან და ჩვენ ქართველებს გვეხმარებიან ყველაფერში. თუ გნებავთ რა თქმა უნდა მუშაობა დაიწყოთ ტაქსზე ან მიტანის სერვისზე, თქვენს პოლონეთში და ვარშავაში ჩამოყვანას და დასაქმებას უზრუნველყოფენ დაწყებული მოწვევიდან, დამთავრებული იქამდე რომ გასაღებს მოგაწვდიან და მანქანაზე დაგვსვამენ. აქ შედის ყველანაირი დეტალები. დაკავშირებისთვის კიდევ აი აქ ამოვარდება საინფორმაციო დაფა, სადაც იქნება მითითებული ინფორმაცია, რითაც შეგიძლიათ დაკავშირება, Facebook გვერდი, საკონტაქტო ნომერი კოლ-ცენტრის დაუკავშირდებით და ელაპარაკებით ეტყვით თუ რა გნებავთ და ისინი მოგიგვარებენ ყველაფერს მოკლე ვადაში. შეგვეთაზე მივედი, ორი ინდუსი ჩამიჯდა მანქანაში. ნუ აქაც არიან, ახლა ჩვენთან ხო არიან და არიან ინდუსები, მაგრამ აქაც არიან ინდუსები. გადმოვსვი მანქანიდან რისგან გამომდინარე, ნუ გავლილი მქონდა სადღაც 1-2 კილომეტრი მქონდა გავლილი, რაც ჩავისვი მგზავრები მანქანაში, სადღაც 20 კილომეტრი მივყავდა, თუ სწორად მახსოვს, სადღაც 20-25 კილომეტრი მივყავდა. 2 კილომეტრი არა მაგ გავლილი და რომელიღაცამ ერთ-ერთმა დააბლოკინა მანქანაში. ელემენტარული ხომაგათ ახლა ყველა მიცით. ქართველებმა მით უმეტეს ხედავთ ხშირად და ვიცით, რომ კულტურა და ეგეთ რაღაცა მაგათთან ძალიან შორს აქვს. ნუ ყველასგან არა, ვიღაცა შეიძლება იყოს იქ რაღაცა პროცენტულობით 5-10% ნორმალური დაალაგებული და იცის სად როდის და როგორ უნდა მოიქცეს. ანუ მქონდა ეგეთ შემთხვევა დააბლოკინა, ავდექი გადავაყენე მანქანა შუა გზაზე. არ იყო იქ არსად პარკინგი და რამე, მაგრამ ავდექი გადავსვი. ანუ ჩემთვის მიუღებელია ეგეთ რაღაცეები. დააბლოკინა მანქანაში, ჩაისვარა, რავი, ჩემთვის არა პრიორიტეტი 70 ზლოტიანი იქნებოდა თუ 80 ზლოტიანი, სულ მაგარი ფეხებზე მგიდია ეგეთი რაღაც. გავაჩერე მანქანა, გადავსვი მანქანიდან. ავუხსენი, უთხარი, მეთქი არ არის ჩემთვის სასიამოვნო და გადადი ტაქსი გამოიძახე და სხვას გაყევი ვიც საგიყვანს. არის სასაცილო მომენტებიც მაგალითად. სასაცილო მომენტი რა არის, ახლა კი არავის არ დავსინდა რაღაცა, მაგრამ ანუ ადამიანი იყო, მთრალი იყო ადამიანი ჩაიძა მანქანაში. ადგილზე რომ მივიყვანიან ჯერ ხომ მთელი ის გზა რაც მივყავდა სახში ეძინა მანქანაში. რომ მივედი დავუძახე რომ ადგილზე ვარ თუ მოსულები ვარ სახთან. გახედა ფანჯიდან გამოიხედა, ოკი, ჩემი სახლია და ვიფიქრე რომ ნორმალ ახან სხვა ადამიანმა რომ აი კი ჩემი სახლია და მოვედით და რაღაცა კი აქ უნდა ჩამოვიდე. მეკი ნორმალურად გადავა რა, ცოტა ხანი რაც ეძინა ის 10 წუთი თუ 15 წუთი მანქანაში, ცოტა გამოფხიზლებული იქნება. კარი გააღო და კარტოფილი წავსე მეშოკივით გადავარდა მანქანიდან. ან გააძინა ბაყვანე, კარი გაღებული არ ქონდა და უკვე ძირს იყო რა. ან გადმოხდი ახლა მანქანიდან მეთქი რამე ხوار და ემასა აქ ისეთი რაღაცა არის, ღილად უნდა იყოს შარი კიდე აქით არ მომდობდა. რადგან მე სახში მისვლამდე 3 ჯერ წაიქცა. ანუ ადამიანს ეუნები, გინდა დაგეხმარო, არ გინდა დაგეხმარო. პასუხს ემონო, არა დახმარება არ მინდა. რა, ერთხელ წაიქცა, მეორე ჯერ წაიქცა და ეუნება რომ არ მინდა დახმარება. აი არ უნდა დახმარება. ანუ ბევრი რაღაცეები, ანუ დღის განმავლობაში შეიძლება დღე ჩავიდეს ისე რომ არაფერი არ მოხდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დღე გქონდეს რომ სულ მთელი დღის განმავლობაში პირი გქონდეს დაფშენილი და სულ იცინოდე ისეთი სიტუაციები მოხდეს რა. ძალიან ბევრი სიტუაციებია, როდესაც მაგალითად მგზავრები ეჩხუბებიან ერთმანეთს, აი პროსტა ენა რო გესმის, აი რო უსმენ ამათ ლაპარაკს და ამათ იმენ აი მაგარი პრიკოლები არიან, ისეთ რაღაცეებზე ჩხუბობენ, ისეთ რაღაცეებს ეუნებიან, თქვენ შოკში ჩავარდები ადამიანი რა. თან თვითონ რო გონიათ რომ ახანს უსხოელი ხარ და არ გესმის ენა და რაღაცა, ხო იმენას вообще საგიჟეთი. ჯერ ეუგზდებიან ერთმანეთს, მე რავი, კაროჩე ლანძღვები, სიტყვები, ისეთი სიტყვები რომ ძალიან შეურაცხყოფილად ლაპარაკობენ ერთმანეთს და შენ კიდე შენ პონჩზე ხარ გეცინება ეგეთ რაღაცებზე რომ აი ის ფიქრობს რომ შენ არ გესმის და აქედან კიდე შენ კიდე ყველაფერი გესმის, რაზეც ლაპარაკობენ და გინდა გაგეცინება რა, და აი რომ ჩაგეცინება თუ შეგამჩნია რომ ჩაგეცინა, მე უკვე ოპ თუ შეამჩნია რომელიღაცა მე სიტუაცია მე შეერდებიან და ეგ არის ყველაზე кайფი რა. და მერთან გეუნებიან კიდევ შენ პრობლემა ვიცი, გესმის? და მე ბოდიშსაც გიხდიან რა, რომ ბოდიში რა ესე ვილაპარაკეთ და რაღაცა და იქ გაგვეგონა რომ არ გესმოდა და რაღაც ეგეთი სიტუაცია. так что მეგობრებო არ არის ისე რომ მარტო აი ტაქსზე დავჯდე და ვიმუშაო და ული ვატრიალო და რაღაცა არის ბევრი რაღაცები როგორც ყველგან სიტუაციაში აღარ როგორც ჩვენთან მაგალითად ანეკდოტები და
კურიოზული სიტუაციები ხდება, ყველგან არის ანალოგიურად და ახლა აქ უმეტესად ეგეთი სიტუაციები ხდება უფრო პარასკევს და შაბათს, როდესაც აი მასიურად ხალხი საქმიდან გამოსული და ისვენებს და ვიკენდზეა და რავი დაწანწალობენ ქუჩებში და რავი კლუბები და რესტორნები და ეგეთ რაღაცები და თვალები. ბევრი ეგეთი სიტუაციაც არის. რა მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის. ვინც არიცით, მეგობრებო, ვინც აქ ხართ უკვე და მუშაობთ და არიცით, გუშინ მქონდა ეგეთი სიტუაცია. შეკვეთაზე მივედი, დავხვდა 3 ადამიანი, ჩავისვი მანქანაში. ავიყვანე დინარე ვისლასთან არის ერთი გვერდზე გადის ოდნავ ვისლა და იქ ცოტა სუფთა არის ხოლმე წყალი და ხალხი დადის საბანაოდ რა. ტიპა პატარა ტბასავით არის ვისლის სანაპიროზე. ანუ რომ მოვიდნენ მანქანასთან უკრაინელები იყვნენ და აუხსენი რა მეთქი უთხარი რომ მეთქი სიდენია ანუ სკამი არ უნდა დასველდეს რა და ტიპ მეუნება იმას რომ არ არის პრობლემა პირსახოცი მაქვს დავაფენ და არ დასველდება თან. ჩავისვი უთხარი რომ მეთქი თუ სველი იქნება ამის გადასახადი მოგიწევს რა და კარგიო არ არის პრობლემა. არ დასველდება არაფერი ყველაფერი წესრიგში იქნება. მივიყვანე ადგილზე, ორი მისამართი ჰქონდათ, ერთი გადავიდა, ორი დარჩა მანქანაში. ორივე წავიყვანე მე ერთი ჩამოვიდა და ის ადამიანი რომელიც ის და ანუ შემგან ხელმარჯვნივ ვიждდა გადასულ დროს შემხედე ამ თლიანად იყო სკამისველი დავაჩერე ავტობუსის გაჩერებაზე ვიყავი ავარიულობ ჩახი გადმოვედი და გზავს დაველაპარაკე რა უთხარი მეთქი სიტუაცია ხდება ეგეთი რა გამოსული ვარ ახალი გამოსული ვიყავი სადღაც 3 თუ 4 შეკვეთა მქონდა გაკეთებული 180 ზლოტი მქონდა გაკეთებული და დღის განმავლობაში საშუალოდ მაინც სადღაც 500-400-დან 500 ზლოტამდე ასე თუ ისე აკეთებ რა შეგვეცი იქიდან გამომდინარე რომ გზაურზე უკვე ახსნილი მქონდა ეგ ყველაფერი დავულაგე რა მეთქი ახლა უნდა წავიდე სუშილკაში მანქანა უნდა გამოვაშრო ან უნდა წავიდე სახლში თუ ვიდიხარ სუშილკაში აშრობ მანქანას იხდი შენ თვითონ ამ ფულს გაძლევენ ფაქტურას ამ ფაქტურას უნდა გადაუღო სურათი გაუგზავნო უბერს ანუ ჯერ მანამდე გზავრი რო ჩამოვიდა და დაადასტურო რომ მოხდა ეგ შემთხვევა იღებ სურათს ან ვიდეოს და ტვირთავ ამ სურათს ან ვიდეოს ამ სურათის ატვირთვის მერე თვითონ უბერი გწერს რომ მიიყვანე ხიმჩისტკა გაუკეთე მანქანას ან სუშილკა გაუკეთე გამოაშრე ფაქტურა აიღე სურათი გადაუღე ფაქტურა ჩაუგდე და იმ ფაქტურიდან გამომდინარე აგინაზღაურებენ შემდეგ თანხას რაც დაგიჟდება ყველაფერი მაგას აგინაზღაურებენ და იმ დანაკარგ დროსაც რა ანუ პლუს სადღაც 300 ზლოტის ამბავში იქნება რა და გზავრსაც უთხარი ანალოგიურად მე თვითონ დავიდე ეს უნდა გადავიხატო ამას გადავიხატო მაგრამ ეგ ყველაფერი ჩამოგეჭრება ბარათიდან რომელი ბარათიც იყო მითითებული იქიდან ჩამოეჭრებოდა ეგ თანხა გზავრმა არ მოინდომა ეგ რომ ბარათიდან ჩამოჭროდა და რა თქმა უნდა ფაქტურაში უფრო მეტი გამოვიდოდა თანხა მე კი დამიჯენდა უბერი პლუსად სადღაც 200-დან 300 ზლოტამდე პლუსში დამიჯენდა პლუს იმ ფაქტურიდან ანაზღაურებულ თანხას რასაც მე გადავიხდიდი იმისთვის რომ მანქანა გამეშრო ან გამომეწმინდა. არ მოინდომა ეგ გზავრმა, მოველაპარაკეთ ხელზე აღებულ თანხაზე და გზავრმა გადაიხადა 250 ზლოტი გამოვართი გზავს. თავიდან ლაპარაკი ჰქონდა 300 ზლოტზე, რო 500 ზლოტამდე ანუ შემოსავალი დღის ამეყვანა. გამოვართი გზავს 250 ზლოტი, ანუ -50 ზლოტი გავუკეთე კიდე იმის რომ, საწვავი ფაქტურა და არ დამიხარჯია და მომიწევდა სახში წასვლა და არ მომიწევდა მუშაობა და 250 ზლოტი გამოვართვი იმისთვის რომ მთელი დღის განმავლობაში შემდეგ აღარ მომიწევდა მუშაობა. გაკეთებული მქონდა 185 ზლოტი პლუს 250 ზლოტი ფაქტურად სადღაც 450 ზლოტი მაინც გამომივიდა ნამუშევარი ანუ იმ 2 საათის განმავლობაში რაც ვიყავი გარეთ 2 თუ 3 საათი ვიყავი გარეთ გამოსული. შეიძლებოდა გუშინ მე უკეთესი შეკვეთები მქონოდა რაღაც კარგი შეკვეთები და უფრო დიდი მეშონა მაგრამ უფრო მეც გზავს ვერ მოთხოვ იმიტომ რომ შენი შემოსავალი იწובה საშუალოდან თუ გზავრმა მაგ შემთხვევაში გამოიძახა მაგალითად პოლიცია და აქვს უფლება მაგის რომ პოლიცია გამოიძახოს თუ მეც თხოვ პოლიცია თვითონ დაგიდგენს მერე შენი საშუალო შემოსავლიდან გამომდინარე დაუდგენს გზავრს შენთვის გადასახადს. ამიტომ არ გაზარდოთ ფული, არ მოუხიოთ გზავრს 1000 და 1500 და რაღაცა მაგრამ თუ არ გაწყობთ ის რასაც თქვენ გზავრი გიხდით და გინდათ უბერმა გადაიხადოს მაგ შემთხვევაში ადგები გააგზავნი ვიდეოს გააგზავნი სურათებს სახვალ გააკეთებ ხიმჩისკას ფაქტურის სურათს ჩაუგდებ უბერს აგინაზღაურებენ იმ გადახდებ თანხას და პლუსში დაგისვამენ დღის საშუალო თანხას ანალოგიურად ან 200 ან 300 ზლოტი. ასე რომ თუ შეგიძლიათ ადგილზე მოგვარდეთ ჯობია ადგილზე მოგვარდეთ. მე მოგვარდე უშუალოდ ადგილზე წავედი თან მოიკაზე დავიყვანე მანქანა დავაპირასოსე იქ ჰაერებიც არის მოიკებზე დავაჰაერე გავწმინდე და შემდეგ სახში მანქანის ფენი მაქვს და იმ ფენით ამოვაშრე შემდეგ შეძლებს დაგვარად სუფთა არის სველი არ არის სიდენია და დღეს ჩვეულებრივად დავიწყე მუშაობა.
მაგრამ ყოველთვის თბილად იყავით და ყოველთვის დაადასტურეთ ის თუ რამე შეამჩნიეთ მანამდე სანამ გზავრი ჩაგიждდება მანქანაში, თუ რამე შეამჩნიეთ აი სანამ მძინარესთან აიყვანეთ, ან თვრალი არის, ან რაღაცა, ყოველთვის გააფრთხილდ მგზავრი წინასწარ, რომ აი თუ რამეს იზამ დამისვლი მანქანას, მოგიწევს ამისთვის გადახდა. ეგეთი სიტუაციები ხშირად ხდება. ამიტომ ჯობია თუ რამე მანქანა ყავთ, ყოველთვის ჯობია ისე ზედმეტად ტვინი რო არ იხმაროთ, короче, ყავის სალონით ყავდეთ მანქანა. ნაჭრის სალონით თუ არის მანქანა, ცოტა რთულია ეგეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ვიკენდზე ხალხი არის 99% არის მცვალი და აქედან 70% არის იმის ვარაუდი, რომ ვიღაცა მაინც რაღაცას დაგისვრის მანქანაში. შეიძლება ერთი კვირა გავიდეს, ორი ერთი თვე, მაგრამ ოდესღაც ვიღაცა მაინც დაგისვრის მანქანას და ამიტომ ხილად ვიყავით, აკონტროლეთ, მე მაგალითად მთვალები არ დამყავს, როგორც კი შევამჩნევ, რომ თვალია, აღარ მიმყავს, იმიტომ რომ მქონია სიტუაციები დაუსვიათ მანქანა, კი ფული გამომირთმევია, მაგრამ იმ სუნს ვეღარ გაიყვან, მე რავი კვირაობით ვეღარ გადის, მე სუნი რაცა უნდა შიმშის გაგაკეთონ და რაცა უნდა გიწმინდონ მანქანა. ამიტომ თვალები აღარ დამყავს უკვე საერთოდ. მივდივარ შეკვეთაზე, შევხედე თვალია ფეხზე, ვერ დას ნორმალურად ვაუქმებ შეკვეთას.